სააკაშვილი, რა თქმა უნდა, როდესაც არის მოქმედი პრეზიდენტი, მას აქვს ასეთი ბერკეტები და მას აქვს мотивация, სურვილი და რაც თავარია კონსტიტუციური შესაძლებლობა გახდეს პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ძალაუფლება გამოიყენოს უმრავლესობის მოსაპოვებლად, არჩევნების გასაყალბებლად და ნაკლებია პერსპექტივა იმისა, რომ მოქმედი პრეზიდენტი გახდეს გარანტი თავისუფალი არჩევნებისა, დაბალანსებული კონსტიტუციისა და ასე შემდეგ. და რას ცდილობს ამ დროს ბატონო დავით ოპოზიცია ხშირად უკვე საზოგადოებაში გაიგონებთ ისეთ აზრს, რომ ოპოზიცია არ იბრძვის გამარჯვებისთვის, არამედ უბრალოდ იბრძვის იმისთვის, რომ პარლამენტში უსაკრებულოში მოიპოვოს რაღაც რაოდენობა ადგილების და რომელიც უზრუნველყოფს, ასე ვთქვათ, მათ დაფინანსებას სახელმწიფოსგან. რას აკეთებს ამ დროს ოპოზიცია? იცით, რაღაცნაირად ურთიერთსაპირისპირო ბრალდებები მესმის ამ ბოლო პერიოდში. ერთის მხრივ ისმის ესეთი ბრალდებები და ამავე დროს არის საყვედური, რომ აი პარლამენტში რატო არ შეხვედით, აი პარლამენტში რომ შესულიყავით. მე მგონი ჩვენ პარლამენტში არ შესვლით ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ და ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თავზე ვისაუბროთ ახალმა მემარჯვენეებმა გარანტირებულ ფრაქციაზე ვთქვი თუ არის. მე მგონი იმის დემონსტრირება იყო, რომ ჩვენ არ ვიბძვით, არა, ყველამ საკუთარ თავზე უნდა აგოს პასუხი, ჩვენ არ ვიბძვით რაღაც ხელფასებისთვის, თბილი ადგილებისთვის, მანდატებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მინდა დაგარწმუნოთ, რომ პირადად ახალი მემარჯვენეები ძალიან ეფექტურად იყენებდნენ იგივე იმ იმუნიტეტს, იგივე იმ ტრიბუნას მთელი ამ წლების განმავლობაში, როცა საერთოდ მოშიშვლებული იყო ოპოზიციური ფლანგი და მხოლოდ ჩვენ გვიწევდა ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლა. მაგრამ მუდმივად იმის მტკიცება, რომ ჩვენ რისთვის ვიბძვით, ძალიან რთულია, ეს ალბათ საზოგადოებამ თვითონ უნდა განსაზღვროს და ჩამოაყალიბოს. ჩვენი დღეს მიზანი არის ის, რომ პირველ რიგში არ დაუშვათ და ვეცადოთ, რომ მინიმალური ხარვეზებით იქნას მიღებული კონსტიტუცია, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს, სანამ ის ამ ქვეყნის სათავეშია, მართველი გუნდი იძულებული იყოს, რომ მეტი გააკეთოს ხალხისთვის და ბოლო პერიოდში თუ რაიმე სოციალური დახმარება იყო, თუ რაიმე დანახარჯი იყო ხალხის საკეთილდღეოდ, ეს გაკეთა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებას ეშინოდა ოპოზიციის, ეშინოდა არჩევნებზე დამარცხების და მუშაობდა ხალხის საკეთილდღეოდ. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ოპოზიციამ თავარ მიზანს ვერ მიაღწია და ვერ შეცვალა სააკაშვილის რეჟიმი, მაგრამ ოპოზიციამ მაინც მიაღწია სერიოზულ წარმატებას, თუნდაც ადგილობრივი არჩევნების წინ ხელისუფლებას ძალიან სერიოზული თანხები დაახარჯინა სხვადასხვა ხარჯების კომპენსაციისთვის, სოციალური დახმარებისთვის, გზების გასაკეთებლად, წყლის მომარაგების გასაუმჯობესებლად და ასე შემდეგ, რაც გაკეთდა არჩევნების წინ და გაკეთდა ამ არჩევნების, საპარლამენტო არჩევნების თუ საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ასე რომ ღმერთმა დაიფაროს, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიცია გაქრეს, არ იყოს და მართლაც ყველას ინტერესია. თავად ხელისუფლების მომხრეების ინტერესია, რომ ოპოზიცია რაც შეიძლება იყოს ძლიერი, რაც შეიძლება იყოს გავლენიანი, რათა ქვეყანაში არსებობდეს სერიოზული კონკურენცია. აი ამასთანავე ჩვენ ლაპარაკობდით სწორედ ამერიკელებთან და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, რომ მათი ახალი პროგრამების მთავარი იდეა ეს არის პოლიტიკური კონკურენციის ხელშეწყობა და გაძლიერება, იმიტომ რომ კონკურენცია იქნება გარანტია პოლიტიკაშიც, ბიზნესშიც, ნებისმიერ დარგში წარმატებისა და პოლიტიკური ძალა როგორ აპირებს ბატონო დავით, რომ იყოს კონკურენტუნარიანი? რისთვის ემზადებით 2012 წლის არჩევნებისთვის თუ ვადამდელი არჩევნების მომხრე ხართ? როგორ აპირებთ წარდგეთ ამ არჩევნებზე? ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლების პირობებში ყველაფრისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო. ეს არის ის გაკვეთილი, რაც ჩვენ მივიღეთ და შევისწავლეთ ბოლო წლების განმავლობაში. პარტია არ შეიძლება ელოდოს რაღაც თარიღს და ყოველთვის მზად უნდა იყოს არჩევნებისთვის. არ დაგიმალოთ, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ დავიბრუნოთ ხალხის დობა, მხარდაჭერა, მოვიპოვოთ მყარი ელექტორატი იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებზე, რომელიც არავინ იცის როდის იქნება. ეს შეიძლება პირობითად იყოს 2011 წლის გაზაფხულზე, შეიძლება იყოს ზაფხულში, შემოდგომაზე და ასე შემდეგ. მაგრამ თავარია შეხვედრის დროს საუბრობდით თქვენ იმაზე, რომ არ იქნება ცუდი თუ ოპოზიცია გარკვეულწილად გაერთიანდება. თქვენ აპირებთ ვინმესთან გაერთიანებას ისე? თუ მარტო აპირებთ ბრძოლაში? არ ვიცი, ეთქობა არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა. რომ დღეს რეალურია ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთობა და ერთიანი პოზიცია. ეს შეიძლება იყოს საარჩევნო კოდექსი, ეს შეიძლება იყოს კონსტიტუცია, ეს შეიძლება იყოს გარკვეული სოციალური პრობლემა. ან თქვენ არ გულისხმობდით ალიანსს და ამგვარ და მე არ გულისხმობდი პირიქით, მე დღეს ჩემი საუბრის დროს ამ შეხვედრისას
დეტალურად ახსენი თუ რამდენად წარუმატებელია ხოლმე ხელოვნური ერთობები, დიდი გაერთიანებები და რა ცუდი შედეგები სრულდება, ამიტომ ჩვენ დღეს ახალი მემარჯვენეები მუშაობთ წმინდა პარტიულ ფორმატში, პარტიის გაძლიერებაზე იმისთვის, რომ ჩვენ უკეთ გამოვეხმაუროთ იმ პრობლემებს, რაც აწუხებს საზოგადოებას. ბანდავთ, ფიქრობთ, რომ ალიანსი, რომლის წევრიც თქვენ იყავით, არ შემიძლია, ძალიან მაინტერესებს მართლა ამ შეკითხვაზე პასუხი, ასეთ ხელოვნური გაერთიანება იყო. მე მახსოვს, თქვენ მზად იყავით უარი გეთქვათ საკუთარ პარტიაზე და მზად იყავით, ასე ვთქვათ, ინტეგრაციისთვის. სამწუხაროდ, ბევრად უფრო ბუნებრივი ერთობაც კი არასიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდა, როგორც არის ალიანსი, აღარ ვამბობ გაერთიანებულ ოპოზიციაზე და იმ დიდ ბლოკებზე, რომელიც არჩევნების შემდგომ ერთი კვირაც კი ვერძლებდა და იშლებოდა. მე საერთოდ სკეპტიკურად უყურებ საარჩევნო ბლოკებს, ეს არის წმინდა პრაგმატული მიზნით დროებითი გაერთიანება, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ აქვს ალიანსის დაშლის შემდეგ გაგიჩნდათ ასეთი პოზიცია. საარჩევნო ბლოკებზე ვსაუბრობ. ალიანსი იყო პოლიტიკური ბლოკი და ჩემი ხედვა ამ ბლოკთან დაკავშირებით, აი ამ პოლიტიკურ ერთობასთან დაკავშირებით იყო ბევრად უფრო ხანგრძლივი და იმედი მქონდა რომ ის ბევრად უფრო დიდხანს გაძლიერდება. ანუ ეს არ იყო საარჩევნო გაერთიანება. ეს არ იყო საარჩევნო გაერთიანება. თუმცა ცალკეული წევრები დაშლის შემდეგ ამბობდნენ იმასაც, რომ ეს გაერთიანება სწორედ არჩევნების არა, ეს აბსოლუტურად არასწორია, ეს ტყუილია, შემიძლია ვთქვა სრული პასუხისგებლობით. ალიანსი შეიქმნა მაშინ, როდესაც არანაირ არჩევნებზე არ იყო ლაპარაკი და ჩვენი პირველი ინიციატივა იყო პლებისციტი, თუ გახსოვთ, ვადამდე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ამიტომ არანაირ საარჩევნო ბლოკზე არ ყოფილა საუბარი, უბრალოდ პოლიტიკური ბლოკი გულისხმობს იმას, რომ არჩევნების დროსაც ერთად გამოდიხარ. მაგრამ თავისთავად დღეს რაღაცა ეკლექტური გაერთიანებები, ამ გაერთიანებების იმედად საზოგადოების ყოფნა, მე მგონი არასწორია. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ძლიერი პარტიები გაჩნდეს ქართულ რეალობაში, რომლებსაც შეეძლებათ კონკურენცია გაუწიონ მართველ გუნდს, იმიტომ რომ მუდმივად ერთი პრობლემაა. მოქალაქეთა კავშირის დროს იყო ერთი მონსტრი მოქალაქეთა კავშირი და იყო დაქუცმაცებული წვრილი ოპოზიციური ძალები, შემდგომ გაჩნდა ნაციონალური მოძრაობა და აქაც ჩამოყალიბდა ანალოგიურად, რომ მთელი ადმინისტრაციული რესურსი, მთელი ფინანსები, მთელი მედია რესურსი დღეს თავმოყრილია ამ ერთი მართველი გუნდის ხელში, რეალურად სააკაშვილის და მისი გარემოცვის ხელში და ოპოზიცია არის დაქსაქსული, პატარა ჯგუფებად დარჩენილი ფინანსების, მედია რესურსის, ადმინისტრაციული რესურსის, ყოველგვარი ნორმალური პარტიული ცხოვრების რესურსების გარეშე დარჩენილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ პერსპექტივა არ არის. აქ მაინც გადამწყვეტი ეკა. მე ძალიან მყარად ვარ ამაზე ჩამოყალიბებული, არის საზოგადოების და ამომრჩევლის განწყობა. თუ საზოგადოება გადაწყვეტს, რომ მოვიდა დრო, როდესაც მართველი გუნდი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მოვიდა დრო, როდესაც ალტერნატივას, კონკრეტულ ლიდერს და პოლიტიკურ ძალას შეიძლება ანდოს თავისი მომავალი, ამ დროს საზოგადოებას წინ ვერაფერი ვერ აღუდგება. ესე იყო, როდესაც დაემხო კომუნისტური რეჟიმი, სწორედ არჩევნების გზით, როდესაც ჩატარდა უზენაესი საბჭოს არჩევნები და მაშინ მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური რეჟიმის ხელში იყო ტელევიზიაც, გაზეთიც, უშიშროებაც, პოლიციაც, საარჩევნო ადმინისტრაციაც, საზოგადოება ხედავდა გუნდს, რომელიც შეიძლება მოსულიყო. არა, ასე სასახად ერთი გუნდი არ იყო. იქ იყო გვალი მაგიდა და ზვიად გამსახურდია, იყო ძალიან ბევრი, ძალიან სერიოზული პარტია, რომელიც არ მონაწილეობდა ამაში. მე მახსოვს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია გია ჭანტურია, მახსოვს ირაკლი წერეთელი, ნოდარ ნათაძე. ესეთი ძალები, რომლების მოსვლა შეიძლება უნდოდეს, თუნდაც ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას. აი, სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ წარმოვაჩინოთ უკეთესი ალტერნატივა, წარმოვაჩინოთ უკეთესი პოლიტიკური ძალა და ლიდერები, რათა საზოგადოება მირწმუნოს, ამომრჩეველმა დაიჯეროს, რომ მისთვის მხარდაჭერა, მისი ხელისუფლებაში მოსვლა, ეს არის გარანტია მისი და მისი ოჯახის კეთილდღეობისა, მისი შვილებისთვის უკეთესი პერსპექტივის გარანტია იქნება და ამ შემთხვევაში რეალურია, რომ მიუხედავად ადმინისტრაციული რესურსის, მიუხედავად ვანომერაბიშვილის და პოლიციური რეჟიმისა, მიუხედავად გაყალბების ათასგვარი მექანიზმისა, გარწმუნებთ, რომ ასეთ არჩევან საზოგადოებისა თუ იქნება მათი მყარი და ჩამოყალიბებული ნება ცვლილებაზე წინ ვერაფერი ვერ აღუდგება. ჩვენი ამოცანა პოლიტიკოსების, პარტიების არის სწორედ ის, რომ ეს განწყობა გავაჩინოთ საზოგადოებაში, არა 100%-ით, მაგრამ მოვიმხროთ ამომრჩეველი დიდი უმრავლესობით და გავიმარჯვოთ არჩევნებს. როდის იქნება ეს არჩევნები? ეს დამოკიდებულია ისევ და ისევ საზოგადოების განწყობაზე. ბატონ დავით, საზოგადოების ერთ ნაწილში არსებობს ისეთი განწყობაც, რომ პარტიები, რომლებიც უკვე არაერთხელ თავიანთი არსებობის ისტორიის მანძილზე დამარცხდნენ ამა თუ იმ არჩევნებში,
უნდა წავიდნენ პოლიტიკური ასპარეზიდან და ახალ ძალებს დაუთმონ პოლიტიკური არენა, ასე ვთქვათ. იცით, ნებისმიერ აზრს და იდეას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ეს უნდა გადაწყდეს